გამარჯობათ, მე ვარ შოთა გლურძიძე, თეატრალური მხატვარი და წარსულში არქიტექტორი. Თავსთან მოგომა თქვა, ძალიან საინტერესო რამე, კულტურა ვერაფერს ვერ ცulis დიდად, მაგრამ არ ბილებს კაცი ჭამიობას. ეს არის რაღაცა პრინციპში ალბათ ისეთივე საკვები ყოველდღიური, რაც უნდა მიიღო. საინტერესო ამბავში მოხვდი ერთხელ, წავიკითხე მაქს ფრიშის რომანი „დაგარქმევ გენტენბაინს“ და იქ იყო საუბარი გეოლოგიაზე. რამე თუ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე რამდენიმე დიდი ტომი გეოლოგიის თაობაზე, სულ მთლიანად წავიკითხე ეს ყველაფერი. და მე მოხვდი ერთხელ რაღაც ისეთ კამპანიაში, სადაც გეოლოგები იყვნენ. და რაღაცა დაიწყეს ამ გეოლოგიაზე საუბარი და მეც ჩავერთე. უცბად ერთ-ერთი მეუბნება, ეს საიდან იციო? მე ვუთხარ, რა ვიცი, წავიკითხე მეთქი და ესო ისი რა არის, ეს გეოლოგია აღარ არსებობს. იმიტომ ეს ძალიან ძველი წიგნები იყო, თუმცა მე ვიცი კრიპტო რაღაც ძველი გეოლოგია, რომელიც დღეს აღარ არის. თავრობის წევრს უთხარი რაღაც კულტურაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ საბაზრო ეკონომიკა ყველაფერს დაალაგებს. და არ არის საჭირო თქვა თეატრი ისა მე ვუთხარი რომ იცი რა არ მეთქი სამწუხაროდ კულტურა ძალდატანებითი ფენომენია მეთქი და თუ ბავშვს თავიდან ღამის ქოთანს არ მიაჩვევ ის სულ ჩასვლილი ივლის ხო ეს არის ამადე ჰოფმანი კატამურის ცხოვრებისეული ფილოსოფია ეს წიგნი ძალიან მიყვარს და ჩემ მეგობრებს შუქნი ხოლმე მე ჩემ ნაწილს ვაძლევ მათ. ვაძლევ იმ განცდას, რომელიც მე მივიღე ამ წიგნის კითხვისას. ეს არის დღიური ამ ხელოვანის და კატის ერთად დაწერილი. გენრიხ ფონ ოფტენდინგერი, გენიალური რომანი, ნოვალისის, გერმანული რომანტიზმის ყველაზე მაღალი მწვერვალია. ეს მოგზაურობა ამ ახალგაზრდა კაცის, გენრიხ ფონ ოფტენდინგერის არის ევროპული კულტურის მოგზაურობა სოფლიო კულტურაში. ოთარ ჭილაძე ჩვენი თანამედროვე, რომელსაც მე ესე ძალიან კარგად მე ვიცნობდი, ამ რომანში ძალიან კარგად არის ის ძიმე პერიოდი ასახული, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპაციას. დღესაც აქტუალურ თემას ამ რომანის გაცნობით უფრო კარგად გავიგებთ, ხო? ხო, ვაჟა სად არის? ეს არის კონსტიტუცია პრინციპში კავკასიელებისთვის. ნაბადე არასწორად მოიხვიე და მეუბნება პანკისელი კისტი, ხო? რომ რა როგორ იხვევ ვაჟა მაინც არ წაგიკითხავსო, სიგრძივ მოიგდო ნაბადიო. ხო, ანუ კავკასიას აერთიანებს ვაჟა. ჩემთვის როგორც ქრისტიანისთვის სოფლიო ლიტერატურა არის პრინციპში ბიბლიის და 4 თავის განმარტება. არის იმისთვის არის ყველაფერი. ხო, ეს არის ჩვენი მეტაფიზიკური ცხოვრების დიდი ნაწილი, წიგნები.